თარგმანება იმათეს სახარებისაი თავი იქ. სიტყვაიესე, მაშინ იესო აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდა დეშმაკისაგან 4:1. რომელ არსშია მიიგი აყვანებისა მისისაი უდაბნოდ, რომლისათვის იტყვის 12, მაშინ იესო აღიყვანა უდაბნოდ სულისაგან. შემდგომად გარდამოსვლისა მისზე და სულისაც მიდისა, შემდგომად ხმისა მისზე ცითმოსრულისა, რომელიც წამებდა, ესე არსზე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ. მათე 3:17 აღმოიყვანა იგი უდაბნოდ სულმან წმიდამან, რამე თუ გესმას რაი 12. აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გულისხმაყავ 12 სულსა წმიდასა იტყვის აღმყვანებელად იესოსა უდაბნოდ, რამე თუ ვინაიდან ყოველსავე სწავლად ჩვენ და იქმოდა და თავსიდებდა, თავსიდვა ახსლა იცა უდაბნოდ სულითა წმიდითა, რომელი იგი მარადის იყო მისთანა და არსდა იყოს, ვითარცა ერთარსებით განუშორებელი. და ესრეთ გულისხმაყავ, იშვებოდა რაი ქალწულისაგან მოვიდა ქალწულსა მასზედა და ძალითა მადლისათვის ისაითა შეემზადა ტაძარი იგი ხორცთა უფლისათვის, ვითარცა ახარებდა გაბრიელ 12, სული წმიდა იმოვიდეს შენზედა. ლუკა 1:35 ნათელს იღებდა რაი იხილა სახითა ტრედისაითა წამებად ღმრთებისა მისისა და ჩვენებად ყოველთა 12 ესე არს, რომლისათვის ხმა ისმის მამისა იმეტყუელი ძედ საყვარელად. ეგრეთვე აღვიდოდა რაი უდაბნოდ აღიყვანა, ვითარცა ესე რა აღმოვიკითხეთ, 12, მაშინ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან. კვალად აღასრულებდა რაი ნიშებსა და სასწაულებსა, მისთანა იქცეოდა, რაითა ყოვლით გულისხმავყოთ განუშორებელობა იმამისა და ძისა და სულისა წმიდისაი. ხოლო რაისათვის აღვიდა უდაბნოდ გამოცდა დეშმაკისაგანო? რამე თუ თავსიდვა ვითარცა ვთქვი ესეცა ჩვენთვის და სწავლად ჩვენ და ახსლაი უდაბნოდ და ბრძოლა დეშმაკისა ბუნებითა მითკაცობრივითა, რაითა ჩვენცა რაჟამ შემდგომად ნათლისღებისა შეგვემთხვინენ უმეტესნი განსაცდელნი ბრძოლათანი, არა შევშფოთნეთ. ვითარცა მოულოდებელიმცა რაიმე მოწევნულიყო ჩვენზე და არამედ ახოვნად ყოველივე მოვითმინოთ და უწყოდით, 12 წესისაებრთვისისა იქმნების საქმე იგი, რამე თუ ამისთვის მოგეცა შენ საჭურველი, ჰოი ნათელღებულო, რაითა ვბრძოდი, არა თუ რაითა უქმაც დგე შენ. და ამისთვის არა დააყენებს ღმერთი ზედამოსვლასა მას ბრძოლათა და განსაცდელთასა. პირველად რაითასცნა 12 უძლიერეს იქმენ ფრიად ვიდრე პირველ, ოდეს იგი არ გამოგეღო მადლი ნათლისღებისაი. მეორედ, რაითა არა ახსოვნე მოღებითა დიდებულისა მის ნიჭისაითა, არამედ ბრძოლითა მით განსაცდელთაითა სიმდაბლესა შინაეგო. მესამედ, რაითა ბოროტი იგი ეშმაკი, რომელი იჭვეულ არს ჯერეთ ჯვნისა შენისათვის მისგან გამოცდითა მით ბრძოლათაითა გულსავსე იქმნეს. 12 ჭეშმარიტად სრულიად გიჯვნიეს მისგან და გიტევებიეს იგი. და ბრძოლად მისა განწყობილ ხარ. მეოთხედ, რაითა გამოხურებითა მით განსაცდელთაითა იცდო და უმტკიცეს რკინისა გამოსჩნდე და უმკვეთელეს მახვილისა მწყობსა მასვნებათასა. მეხუთედ, რაითა გულსავსე იქმნე შენ. 12 ჭეშმარიტად საუნჯენი დიდნი გერწმუნეს შენ და პატივი მაღალი მოგეცა. რამე თუ უკვე თუმცა არა ეცნა ეშმაკსა 12 დიდად პატივცემულ იქმენ, არამცა მოვიდა ბრძოლად შენ და არამედ შეშურდა წარმატება შენი, ვითარცა იგი ოდესმე ადამისი, რამე თუ იხილა რაი იგი ესრეთ დიდისა პატივისა ღირსქმულად, და ამისთვის აღიჭურა ბრძოლად მისა მოშურნე იგი მტერი. ამისთვის იობსაცა ზედა განიწყო, იხილა რა იგი წარმატებული მცნებათა შინაღმრთისათა და ესმა მისთვის წამება ღმრთისა მიერ სიმართლისა და ჭეშმარიტებისაი. ამათ ესე ვითართა საქმეთათვის არა დააყენებს ღმერთი მოსვლასა ბრძოლათა და განსაცდელთასა, რაითა წინა აღუდგე მტერისა ზედა მოსვლასა და მოიღო გვირგვინი იგი ძლევისაი ბრწყინვალე. ამისთვისცა თავსიდებს იგი გამოცდა დეშმაკისაგან, რაითასცნა, 12 ჯერ არ შენდაცა გამოცდად და გამოხურებად განსაცდელთაგან ახოვნებით.
და ვითარი ტყვის სხვა საადგილსაო, ვითარმეთ, ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა, ერთი მეტყვიან ვიეთნიმე. არამედ გულისხმა ყავთ, ვითარმედ ესე ამისთვის ბრძანა, რაითა გულისხმა ყოთ, ვითარმედ არა ჯერ არს თავით თვისით შთაგდება ითავთა ჩვენთა განსაცდელად, არამედ ოდეს მოიწინენ და ვიცოდნეთ გამოცდად, მაშინ ახონად დავდგეთ. ამისთვისცა არა თქვა თუ აღვიდა იესო არამედ აღმოიყვანაო სულისაგან წესითა მით და სახითა განგებულებისაითა და ბუნებითა ხორცთა მათ კაცობრივითაითა რომელნი ცხოვრებისა ჩვენისათვის შეიმოსნა. და იხილე თუ სადა აღიყვანა იგი სულმან წმიდამან, არა ქალაქად და სოფლად, არამედ უდაბნოდ, რამე თუ ვინაითგან ენება ეშმაკისა ბრძოლად მოხდათ, აღიყვანა უდაბნოდ, რაითა არა შიმშილისაგან ხოლო, არამედ უდაბნობისაგანცა ადგილისა მის მიეცეს მას მიზეზი ბრძოლად მოსვლისაი, რამე თუ წეს არს ესე ეშმაკისა, მაშინ უმეტესად ბრძოლისა აღდგინებად ოდეს უდაბნოსთვისაგან ვიყვნეთ, ხოლო ოდეს ზოგად ვიყოფებოდით, არა ესრეთ ცხარედ მოვალს ბრძოლად. და ამისთვის წეს არს, რაითა რომელნი არა იყვნენ საზომსა ძლიერისა ახოვნებისასა მიწევნულ და არა ესწაოს ხელოვნად ბრძოლა ეშმაკისაი და არა მძლექმნილიყვნენ მძლავრებისა მის. ბნებათაისა არა განვიდენ მარტოდ მყოფებისა ასპარესსა, რაითა არა ძლეულ იქნენ მტერისაგან, არამედ უხმს მათ კრებულსა შორის მოუაწეთასა ყოფაი, ვიდრე მდის მიიწინენ საზომსა მას ბნებათა ძლევისასა. ხოლო რაითა სცნა, ვითარმედ უდაბნოსა უვალსა განვიდა მაშინ უფალი ისმინე, ვითარი ტყვის მარკოს, ვითარმედ, იყო მხეცთა თანა. მარკოზი 1:13 და იქცეოდა რა იგი უდაბნოსა მას იხილე, ვითარითა უკეთურებითა და მზაკუარებითა მოუხდა მას ეშმაკი და ვითარი ჟამიძიებაყო, რამე თუ იტყვის მახარებელი. სახ არეებაი და იმარხა 40 დღე და 40 ღამე და მერმე შეემშია 4:2. თარგმანი, ვინაითგან ყოველსავე ცხოვრებისა ჩვენისათვის იქმოდა, ამისთვის იმარხულა, რაითა შენისწავ, ვითარ კეთილ არს მარხვაი და ვითარ საჭურველი არს დიდი ბრძოლად ეშმაკისა, რაითა გულისხმა ყო, ვითარმეთ შემდგომად ნათლისღებისა არაშვებასა და მთვრალობასა, დაგებასა ტაბლათა ბრწყინვალეთასა ჯერ არს შეგცევაი, არამედ მარხვისა წეს არს შეთკბობაი. ამისთვისცა არა თუ მის და სახმარიყო მარხვაი, არამედ სწავლად ჩვენ და აღასრულა იგი, რამე თუ ვინაითგან ცოდვანი იგი პირველ ნათლისღებისა მოწევნულნი ჩვენზე და მონებამან მუცლისამან მოაწინა, ამისთვის თავად მან შემდგომად ნათლისღებისა მარხვაი დააწესა. ვითარცა მკურნალმა მპოის რაი უძლური სენითა მწარითა შეპყრობილი და ხელოვნებით და წყალობით განკურნის იგი და განკურნის რაი, ამცნის არღარაშთავრდომად მიზეზთა მათ, რომელთაგან სენი იგი მოიწია მისზე და ესრეთ უფალმანცა სახითა მით, რომელი აღასრულა, გვიბრძანა ჩვენ. რაითა ვინაითგან ნათლისღებისა მიერ წყლულებანი იგი ცოდვათა ჩვენთანი განიკურნენ, არღარა მივაქციოთ შვებად და მთვრალობად, რომლისაგან წყლულებანი იგი შეგვემთხვინეს. არამედ მარხვითა და მოუაწებითა ვისწრაფოთ სიმართლისა მის ჩვენისა უნებელად დამარხვაი. რამე თუ ადამიანცა უკრძალველობამან ჭამადისამან გამოხადა სამოთხით და წყლით რხუნა იგინო ეს ეშვებამან და ნაკროვანებამან მოაწია და სოდომელთა ზედა ცეცხლი და ცუნცუბაი ამანვევნებამან აწვიმა. რამე თუ დაღაცა თუ სიძვისა და მამათმავლობისა ბრალი იყო მათზე და არამედ ორისავე მის ბოროტისა ძირიშვებისა და ნაკროვნებისაგან იყო, რომელსაცაც წინაწარმეტყველი ეზეკიელ მოასწავებს და იტყვის, გარნა ესე ურჩულოებაი სოდომელთა იარს. რამე თუ ამპარტავნებითა და სიმაძღრითა პურისაითა და ფუფუნებითა სანოაგეთაითა იშვებდეს. ეზეკიელი 16:49 ეგრეთვე ჰურიათა მაშინ ქმნეს დიდნი იგი ბოროტნი, ოდეს შვებითა და მთვრალობითა ურჩულოებად მიდრკეს.
ამისთვისა იმარხა უფალმან 40 დღე, რაითა გვიჩვენოს ჩვენ წამალი ცხოვრებისაი და არა გარდახმატა უმეტეს ამისა, რაითა არა გარდამატებულებითა მით საკვირველებისაითა ურწმუნო იქნენ ვიეთნიმე ჭეშმარიტებასა მას განკაცებისა და განგებულებისა მისისასა. რამე თუ 40-ისა მის დღისათვის არა შემოვიდოდა ურწმუნოება ესე, ვინაიდან პირველ ამისაცა მოსე და ელია იმარხეს 40 დღე, განმტკიცებულთა ძალითა მით ღმრთისა მიერითა. ხოლო უკვე თუმცა უმეტეს ამის საქმნა მარხვა იგი ურწმუნომცა ვიეთნიმე იქნეს, ვით არცა ვთქო ხორცშესხმისა მისისათვის. ხოლო იმარხა რაი 40 დღე და 40 ღამე, მერმე შეემშია, რაითა ადგილსცეს ეშმაკსა მოსვლა და ბრძოლად მისდა, რაითა ვბრძოდის მას და გვიჩვენოს, თუ ვითარ ჯერ არს ბრძოლაი და ძლევაი, ვითარცა იქ მან მორკინალთა მთავარნიცა, ენების რაის სწავლად მოწაფეთათვისთა, თუ ვითარ უხმს რკინობაი, შევიდიან სარკინობელად ნებსით თვისით და აღასრულებდიან ღვაწლსა მას რკინობისასა, რაითა ხედვიდან მოსწავლენ იგი და ისწაონ, ვითარ ჯერ არს რკინობაი და ძლევაი წინააღმდგომთაი, ეგრეთვე მაცხოვარმან საქმნა, ენება ჩვენებად წესი. ბრძოლისა ეშმაკისაი, ამისთვის ადგილსცემს მას, რაითა მოუხდეს ბრძოლად, და შიმშილი იგი აუწყა მას, და მორაი უხდა არამე ხსეულად უჩინო, რომელი იგი ადვილიყო წინაშე მისა, არამედ ადგილსცა მას, და ვითარმცა ვინ თქვა, თუ შეიტყუა და მიუშვა, ვიდრე მდის ეკვეთა მას ერთგზის და ორგზის და სამგზის და მერმეღა დააკვეთა იგი, ვითარცა შეჰკვანდა. დააკვეთა და შემუსრა უძლური იგი და საწყალობელი, რომელიც შეეკვეთა, ვითარცა პირველსა ადამიანს და დაეცა დაცემითა მით აუდგომელითა სცაცინელ იქნა და საკიცხელ, საძლევალ და ფერხისსაცემელ მონათა უფლისათა, ან პარტავანი იგი და მზაკუარი. გარნა ნუმცა ესრეთ ზედამოსვლით თანაწარო ხდებით ბრძოლასა მას და ძლევასა, რომელი იქნა უფლისა მიერ, რაითა არა დაგაკრნეთ თქვენ სარგებელისაგან, არამედ თითოეული იგიძლევა კეთილად განვიცადოთ, ვითარცა ესე მოგვითხრობს მახარებელი. სახ არეებაი და მერმე შეემშია. მოუხდა მას გამომცდელი იგი და hrქვა, უკვე თუ ძეხარ ღმრთისაი, თქუ რაითა ქვანი ესე პურიქნენ 4:2:3. თარგმანი, ვინაიდან ესმა ხმა იგი ზეცით მოსრული, რომელი იტყოდა, ესე არსი ჩემი საყვარელი, მათე 3:17 და ესმა იოანესიცა იგი მისთვის წამებაი, ვითარმეთ, აჰა ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი, იოანე 1:29 და სხვა იგი მსგავსი ამისი და მერმე იხილა იგი ვითარ შეემშია, განცვიბრებულიყო და ვერცა ამისი ეძლო დარწმუნებად, თუ კაცი არს ლიტონი, წამებისა მისთვის, რომელი ასმიოდა მისთვის ზეცით და იოანესგან ბერცა ამას და ამტკიცებდა, თუ ძე ღმრთისაი არს რაჟამს იგი ხედვიდა მას. შიერად. ამისთვისცა განკვირვებულ რა იყო მლევანისა მის საქმისათვის, მოუხდა მას და იჩვეულნი სიტყვანი წინა უყნა, ვითარცა იგი ოდესმე ადამიანს hrქვა სიტყვაი მოპოვნებული არა არსი, რაითაცნას არსი იგი. ეგრეთვე აქა, ვინაიდან არა იცოდა ცხადად მიუწვდომელი იგი განგებულებისა ქრისტეს საიდუმლოი და თუ ვინ არს რომელსა ხედავს, მრავალღონეთა იწყო ბადეთა თხსვათ, რომლითა ჰგონებდა დაფარულისა მის საიდუმლოისა ცნობად. და ისმინეთ ვით არის სიტყვაი წინა უყო, უკვე თუ ძეხარ ღმრთისაი, თქუ რაითა ქვანი ესე პურიქნენ. არა თქვა, თუ ვინაიდან გშის, თქუ რაითა ქვანი ესე პურიქნენ, არამედ, უკვე თუ ძეხარ ღმრთისაი, რამე თუ ამისა ცნობად იყო მოსწრაფება იმისი. ამისთვის ესრეთ hrქვა, რამე თუ ჰგონებდა სიტყვითა მით საქებელითა ლიქნად მისა, და შიმშილი იგი არა ახსენა, რაითა არავითარცა მაყვედრებელად ჩნდეს. რამე თუ არა იცოდა სიმაღლე იგი განგებულებისა მის და ჰგონებდა, თუ შეურაცხება არს მისა შიმშილი იგი. ამისთვისცა არა ახსენა სიტყვასა მას შინა ლიქნისასა შიმშილი, არამედ ძეობა ღმრთისა შორის შემოიღო.
ხოლო ქრისტემან პირველსავე სიტყვასაც ზედა დაამხვა მისი იგი ზუაობაი და გამოაჩინა, ვითარმედ არა სირცხვილისა ღირს არს საქმე იგი, არცა სიბრძნისა მისა უღირს. და რომელი იგი მან ვითარცა შეურაცხი რაიმე, დაიდუმა, ესე შორის შემოიღო თავად მან და ხრქვა მას. წახ არებაი, წერილ არს, არა მხოლოდ უპურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა, 4:4. თარგმანი, იხილე მანქანებაი უკეთურისა მის ეშმაკისაი, ვინა იყო დასაბამი ბრძოლისაი მის და ვითარ არა დაივიწყა თვისი იგი ხელოვნებაი. რამე თუ რომლითა სახითა პირველი იგი კაცი გამოხადა სამოთხით და ბევრეულთა მათ ბოროტთა შთააგდო, მისვე საქმისაგან აკაცახო დაწყებაი ბრძოლისაი. მონებასა მას ვიტყვე მუცლისასა, ვითარცა აცცა ჩვეულება არ სოფელსა შინა უმეცართაცა მიერესე ვითარისა სიტყვისაი, ბევრეული ბოროტი მუცლისათვისო. ხოლო ქრისტემან გამოაჩინა, ვითარმედ მოყვარეთა ღმრთისათა და მოქმედთა სათნოებისათა ვერცა თუ ესე ვითარი იგი მძლავრობაი აიძულებს უჯერო ისა რა ისამექმნად. ამისთვისცა რაღაცა თუ შიოდა არავე ერჩდა სიტყვას ამას, რაითა გვასწავს ჩვენ არ არასა ზედა მორჩილებაი ეშმაკისაი. რამე თუ ვინაითგან პირველი იგი კაცი ამით სახითა გარდახდა რჩულსა და შესწოდა ღმერთსა, ამისთვის გვასწავლის უფალი, რაითა რაღაცა თუ არა გარდასვლა იმ ცნებისა იყოს, რომელსა ეშმაკი გვაწვევდეს ქმნად არავე მივერჩდეთ მათ, და უფრო ისად, რაღაცა თუ კეთილსაც რას მე გვეტყოდის მტერი, არა ჯერ არს ყოვლადვეს მენა იმისი. და იხილე ვითაროდეს ცედ ღმრთისა ეტყოდეს უფალსა ეშმაკნი, პირსა დაუყოფდა მათ, მარკოზი 3:11-12, ლუკა 4:41 და პავლეცა შეჰრისხნა, ამას ესე ვითარსავე ღაღადებდეს რაი, რაღაცა თუ რომელსა იგი იტყოდეს, არა ბოროტიყო, არამედ უფრო ისად კეთილ და სახმარ, არამედ რაითა სრულიად შეურაცხყვნეს იგინი და შორს ყოს ჩვენგან ზრახვაი მათი და გვასწავს ჩვენ სრულიადი მათა მიმართ მტერობაი, ამისთვის სდევნიდა მათ და პირსა დაუყოფდა და დუმილსა უბრძანებდა. საქმე 16:18. ამისთვისვე წესისა და ამისვე სახისათვის არცა აქა თავსიდვა სიტყვა იმისი, არამედ ხრქვა მას. არა მხოლოდ უპურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა. ხოლო ესე ესრეთ არს ვითარმედ, ძალულს ღმერთსა თვინიერ პურისაცა სიტყვითა თვისითა გამოზრდად მშიერისა. ძველისა წერილისაგან მოართვა მას წამებაი, რაითა ჩვენ ვისწავლთ, გინა თუ გუშიოდის, გინა თუ სხვას რას მეძნელოვანსა მივეცნეთ, არაოდეს განყენებად სასოებისაგან ღმრთისა. ხოლო იტყვიან ვიეთნიმე, ვითარმედ, რადა არა, რომელი იგი ვითარცა შეუძლებელი მტერმან წინაუყო გამოსაცდელად, გარდაქცევა იქვათა იპურად, თქმნა ესე უფალმან, რაითამცა უმეტესად ხრცხვენა მას. ფორქოა ესე ვითარისა მეტყველთა მათ, ვითარმედ, რაისათვის მცაქმნა ესე. არა თუ ეშმაკსა სარწმუნოებად მოსვლა დეგულებოდა და ამისთვის ეძიებდა სასწაულისა მის ხილვად, არამედ რაითა უკვე თუ ქმნას სასწაული იგი, ანუ შეუძლოს ცნობად, უკვე თუ ნამდვილ ჭეშმარიტად ძეღმრთისაი არს, ანუ უკვე თუ არა ბუნებითი იგი ძეღმრთისაი არს. არამედ ესრეთ ხოლო ეწოდა, რაითა ამხილოს მას ურწმუნოებაი, რომელ არ ახრწმენა, თუ ძალულს ღმერთსა გამოზრდად მისა. ამისთვისცა უფალმან ბოროტისა მის მზაკვარებისა მისისა დახსნად ესე ვითარი მიუგო პასუხი, რომლითა ვერცა, რასა იგი ეძიებდა ცნობად, უძლო, ვერცა რომელსაც ზედა ისწრაფდა მხილებად მისა მიემთხვია. ვითარ იგი პირველქმნულთა მათ უყო და რომელნი იგი ამით ესე ვითარითა სახითაც თუნა და ამხილა, ვითარმედ არა აქვს ღმრთისა მიმართ სასოება იმტკიცე. ამისთვისცა წინააღმდგომ სიტყვათა ღმრთისათა აღუთქვა მათ ეშმაკმან და რომლისაგან ებრძანა ღმერთსა, ვითარმედ, უკვე თუ სჭამოთ ხისა მისგან, სიკვდილითა მოსწყდეთო დაბადება 2:17.
მან უფრო ისად ჭამითა მისითა უქადაგამათ უკვდავებაი და განღმრთობაი და ესრეთ ამაოითა სასოებითა აცთუნა და ურწმუნოებად შთაყარნა და მერმე კეთილთა მათგან სამოთხისათა განხადნა. ეგრეთვე ენება აქაც აქმნათ არამედ იძლია და გამოაჩინა ქრისტემან. ვითარმედ არცა მაშინ სიტყვისათვის ეშმაკისა, არცა უკუანა ისკნელ, ოდეს თანამზრახველნი ეშმაკისანი. მზაკუარნი ჰურიანი, ეძიებდნენ სასწაულსა, ჯერ არს თანამიყოლა ის სიტყვისა მის და ამაოისა მის გამოსაცდელად თქმულისა სათხოელისა, რაითა ვითარცა ყოვლისა კეთილისა სახე გუექმნა, ესეცა გუასწაოს. რაითა დაღაცა თუ ძალგუედვა სასწაულისა ანუ სხვისა რაისამე დიდებულისა საქმისა ქმნათ, ოდეს ვხედვიდეთ, ვითარმედ არარაი არს სარგებელი საქმისა მისგან, არამედ ცუდად და ამაოდ იქმნების. არა ვინებოდ ქმნათ საქმისა მის და არცა კვალად თავს ვიდვათ რასავე ზედასმენაი განძრახვათა ეშმაკისა, დაღაცა თუ კეთილსა რასმე გვაწვევდეს. დაღაცა თუ ჭირსა და იწროებასა შინა ვიყვნეთ, ყოვლადვე არა ვერჩდეთ მას. ესრეთ უკვე იძლია რაი ბილწი იგი და მედგარი და ვერ უძლო დარწმუნებად, რაითამცა ქმნა უფალმან რომელსა იგი ეტყოდა და უფრო ისად ვიდრე შიმშილიცა წინამდებარე იყო მაწვეველად საქმისა მის. სხვაი სახე ბრძოლისაი შემოიღო სართულსა მას ზედა ტაძრისასა და ხრქვა. წახარებაი, უკვე თუ ძეხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქვეყანად, რამე თუ წერილ არს ვითარმედ, ანგელოსთა მისთა უბრძანებიეს შენთვის და ხელთა ზედა აღგიპყრან შენ, რაითა არა წარსცე ქვასა ფერხი შენი 4-6. თარგმანი, ვინაითგან ერთგზის ადგილს საუფალმან მოსვლად ეშმაკისა და ბრძოლად მისა, რაითა ჩვენ სახე წინააღდგომისა მისისაი გუასწაოს. არა ინება ყოვლადვე ჩვენებად მისა ძალი ღმრთებისა მისისაი და უჩინო ყოფა იმისი ანუ ქვესკნელთა შთახტაი და გეჰენიასა ცეცხლისასა შეყენებაი, რომელიგი ადვილიყო წინაშე მისა, ვიდრეღა დაკამკამებაი თვალისაი. არამედ ენება რაითა ყოველივე ღონე ბრძოლისა მისისაი წარმოიღოს მის ზედა და ყოველსა ზედამძლე ექმნეს ბუნებითა მით კაცობრივითა. რამე თუ ვითარცა ვიტყვით, ვითარმედ ბუნებითა მით ხორცთაითა ჭამა და სუა და დაიძინა და დაშურა. ეგრეთვე ბრძოლაიცა ეშმაკისაი თავსიდვა, რაითა ჩვენ ძლევისა მისისა სახე მოგუცეს და ძლეულება იგი ადამისი განკურნოს. ამისთვის ადგილსა ყოვლითავე ღონითა კვეთებად მისა, რაითა ყოვლით კერძო შეიმუსროს ძალი მტერისაი. ხოლო რაისათვის თვითვეულსა მას ბრძოლასა ზედა ამას სიტყვასა ჰყოფს მტერი დასაბამად, უკვე თუ ძეიხაროფლისაი. რაი იგი პირველთა მათ კაცთა ზექმნა მასვე ბრძავს აკაქმნათ, რამე თუ ვითარცა მაშინ შეასმინა ღმერთი მათა მიმართ და ხრქვა, იცოდა ღმერთმან, რამე თუ რომელსა დღესა სჭამოთ ხისა მისგანი, აღგეხილნენ თვალნი თქვენი და იყვნენ თქვენ, ვითარცა ღმერთნი. მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა დაბადება 3-5, რაითამცა დაარწმუნა, ვითარმედ არარაი კეთილი უყო მათ ღმერთმან, არამედ აცთუნა და არა არსი ამცნო, ეგრეთვე აქა ესე ვითარსავე გულის სიტყვასა მოასწავებს, ვითარმცა ეტყო და ვითარმედ. გამოაჩინე და საქმით დამარწმუნე, უკვე თუ გაქუს ძალი შემსგავსებული ძესა ღმრთისასა. უკვე თუ არა, ცან ვითარმედ ცუდად გიწოდა ძეცსაყვარელად და გაცთუნა, აღგითქვა რაი ესე ვითარი იგი ნიჭი და არა მოგცა. უკვე თუ კულა მიუცემიეს, საქმით გულსავს ემყავ. ესე ვითარი ხელოვნება იხმარა მზაკუარმან მან და საძაგელმან, ბოროტმან მან მონამან და განდგომილმან, რაითამცა ცნა, თუ ნამდვილე იგი არს ღმრთისაი, რამე თუ განგებულებითა ღმრთისაითა დაეფარა მას საქმე იგი დიდებული და საღმრთოი. ამისთვის ღონისძიებით მოიპოვნა სიტყვანი იგი და წამებაი წერილთაგან მოიღო სიტყვისათვის ისა დასამტკიცებელად. ხოლო უფალმან ჩვენმან იესო ქრისტე არავე შეჰრისხნა, არცა დაწვა ცეცხლითა გულის წყრომისა მისისაითა, რამე თუ ენება, რაითა ყოველივე ღონე ბრძოლისათვის ისაი შემოიღოს გამომცდელმან მან,
არამედ ფრიადითა სიმშვიდითა კვალაცა სიტყვაი წერილისა იწინა უყო და ხრქუა. წახ არეებაი, წერილარს, არა განსცადო უფალი ღმერთი შენი 4:7. თარგმანი რაითა გვასწავს ჩვენ ვითარმეთ ბრძოლა ეშმაკისაი და ძლევაი არა სასწაულთ მოქმედებითა გვიღირს, არამედ სიმდაბლითა, სიმშვიდითა და სულგრძელებითა და რაითა არ არას ვიქმოდით მაჩვენებლობით და ზუაობით. ხოლო იხილე მზაკუარებასა თანა და უკეთურებასა წარწმედილისა მის და შეჩვენებულისა ფრიადიცა იგი უგუნურება იმისი სიტყვათა მათგანცა რომელნი შემოიხუნა წამებად თვისა რამე თუ ესმა რაი, ვითარ მოიღო უფალმან წამებად წერილთაგან სიტყვანი ჯეროანი და შემსგავსებულნი, მოიღო მანცა წამებაი ცუდი და შეუმსგავსებელი წინამდებარისა მის პირისა. რამე თუ არა თუ წერილი იგი ვითარმეთ, ანგელოსთა მისთა უბრძანებიეს შენთვის ფსალმუნი 90:11 ამას აწვევს, შთაგდებათ თავისა სიღრმეთ ანუ გარდაგდებათ სიმაღლეთაგან და არცა უფლისათვის თქმულ არ სიტყვაი ესე, ვითარ სხვანი იგი უფლისათვის თქმულნი სიტყვანი. ხოლო უფალმან არავე ამხილა, არცა შეჰრისხნა ესე ვითარისა უგუნურისა და ამავისა სიტყვისათვის და ფრიად წინააღმდგომისა, რამე თუ არა არს საქმე ესე ძისა ღმრთისაი, გარდაგდებაი თავისაი, არამედ ეშმაკისაი და მსახურთა მისთაი. ხოლო ღმრთისა საქმე არს უფროისა დაცემულთაცა და ქვემდებარეთა აღდგინებაი, რამე თუ დაღაცა თუმცა სასწაულისა ჯერ იყო ჩვენებაი, არა გარდაგდებაი თავისაი ჯერ იყო რომელიგი ეშმაკთა ბანაკისა საქმე იყო, არამედ სხვათაცა ცხოვრებისა მინიჭებაი. ესრეთ უგუნურებითა სავსე იყვნენ სიტყვანი იგი მტრისანი. ხოლო ამას ყოველსა ზედა არა გამოაჩინა ქრისტემან თავითვისი, არამედ ვითარცა კაცი ეტყო და მას, ვითარმეთ, არა პურითა ოდენ ცხონდების კაცი და არა განსცადო უფალი ღმერთი შენი და ბუნებითა მით ჩვენითა სლო მას, რომლისათვისცა, ვითარ იგი მოუხდის რაი უძლური ვინმე მხედარსა ახოვანსა ბრძოლად და მოიწყლის მის მიერ ძლიერად და ტკივილისა მისგან და სისხლისა დაბნელებული აქა და იქი ეკვეთებინ, იგრეთვე უძლურსა მას და უბადრუგსა შეემთხვია. შემაუყო რაი უფალსა და იძლია ერთგზის და ორგზის და მოიწყლა ძლიერად. ცნობა მიღებული წარხრევდა და ხელყო სხვასაცა მესამესა სახესა ბრძოლისასა, ვითარცა იტყვის მახარებელი. წახ არეებაი, კვალად წარიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩვენა ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაი მათი და ხრქუა მას. ესე ყოველი მიქცე უკვე თუ დახვარდე და თაყვანის მცემე. მაშინ ხრქუა მას იესო, წარვეთ ჩემგან მართლუკუნ ეშმაკო რამე თუ წერილარს, უფალსა ღმერთსა შენსა თაყვანისცე და მას მხოლოსა მსახურებდე 4:8. თარგმანი ვინაითგან სიტყვა იგმობისა ითქვა და იკადრა თვისად წოდებათ რომელსაც ზედა არა იაკოს ხელმწიფებაი, რამე თუ ყოველივე ხელმწიფებასა შინა ღმრთისასა არს და ენება ურცხვინოსა მას და დაწყეულსა ჩემებად თავისათვისისა პატივსა მას საღმრთოსა, მერმეღა შეჰრისხნა და არავერ ისხვით, არამედ მიუგო სიმშვიდით. წარვედ მართლუკუნ ჩემგან ეშმაკო რომელიგი ბრძანება იყო უფროისად ვიდრეღა შერისხვაი. რამე თუ ხრქუა რაი, წარვეთ ჩემგან მართლუკუნ მუნქვესვე იოტა იგი და განდევნა და ვერღარა უძლო განცდად. ხოლო ვითარ იტყვის ლუკა ვითარმეთ, აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი, ერთი ესე ამისთვის, რამე თუ თავნი რაი და დასაბამნი ყოველთა ბრძოლათა და განსაცდელთანი თქუნა, ამისთვის დაურთო ვითარმეთ, ყოველნი განსაცდელნი. სამთა ამათ ყოველთა სახელი უწოდა, რამე თუ ესენი არიან შესაკრებელნი ყოველთა ბრძოლათა და ყოველთა განსაცდელთანი, მონებაი მუცლისაი და ცუდად მზუაუბრობაი და სიყვარული საფასეთა და სახმართაი, რომელესე, ვითარცა უძლიერესი ბრძოლაი, უკუანა ისკნა წინაუყო. რამე თუ ესრეთ არს წესი ბრძოლისა მისისაი, რაითა რომლითა ჰგონებდეს ძლევად, იგი უკუანა ისკნელ ყოვლისა შემოიღოს, ვითარცა იობის ზექმნა. ეგრეთვე აქაუდარესთაგან იწყო და უძლიერესთა მიმართ ავიდა.
ვითარ უკვე ჯერ არს ძლევა იბრძოლათა მისთაი. ესრეთ, ვითარცა უფალმან გვასწავა, რაითა მარადის ღმრთისა მივიუტოდით და არც ჟამსა სიყვმილისასა დავიხსნებოდით, არამედ გურწმენის მისი, რომელსა ხელეწიფების სიტყვით ოდენ გამოზრდათ ჩვენ და არცა ნიჩთა მათზე და მოცემულთა ღმრთისაგან გამოვცდიდეთ მას, არამედ ზეცისა დიდებასა ვეძიებდეთ და კაცობრივი ყოლადვე შეურაცხიყოს წინაშე ჩვენსა. არცა კვალად საფასეთა და სახმართათვის მეტთა და გარდარეულთა მეძიებელ ვიყვნეთ, რამე თუ არა ესრეთ და ამორჩილებს კაცსა ეშმაკისა, ვითარ ანგახრებაი და უმრავლესისა ძიებაი, და ესე საცნაურ არს აწინდელთაცა საქმეთაგან, რამე თუ აცცა მრავალნი არიან, რომელნი იტყვიან ვითარმეთ. ესე ყოველი მიქცე უკვე თუ დახვარდე და თაყვანის მცე, რომელნი იგი კაცნი არიან ბუნებითა, არამედ ჩურჯელ ეშმაკისა უქმნიან თავნითვისნი. და მაშინცა არა თავით თვისით ხოლო ბრძოდა ეშმაკი უფალსა, არამედ კაცთა მიერცა, რომელნი ჩურჯელ მისისა მის უკეთურებისა ქმნილიყვნეს, და ამას მოასწავებს ლუკა, რომლისათვისცა იტყვის ვითარმეთ, განეშორა მას ვიდრე ჟამრავლდენე, ლუკა 4:13. რაითა გამოაჩინოს ვითარმეთ ამისა შემდგომად ეგულებოდა კვალად საბრძოლად მისა, არა თავით თვისით, არამედ მსახურთა მათ და ჩურჯელთა მისთა მიერ, რომელიყვნეს ჰურიანი. ხოლოაც ძლეული იუტო და ვითარცა ესე რა აღმოვიკითხეთ. სახარებაი, მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან და ანგელოზნი მოვიდეს და მსახურებდეს მას 4:11. თარგმანი, ვიდრე მდის ბრძოლა იგი აღესრულებოდა, არა შეუნდო ანგელოზთა გამოჩინებად, რაითა არა განაფრთხოს ნადირი იგი, რომლისა მონადირება ენება. ხოლო ვინაიდან ყოვლით კერძო არცხვინა მტერსა მას და იოტა, მაშინღა გამოჩნდეს ანგელოზნი, რაითა სცნა შენ, ღმრთის მოყვარეო, ვითარმეთ ოდეს მძლე ექმნა ბრძოლასა ეშმაკისასა მადლითა ქრისტესითა, შენ ზედაცა ანგელოზნი მოვიდნენ მაქებელად და გვირგვინოსა მყოფელად. ეგრეთ წერილ არს ლაზარესთვისცა, ვითარმეთ შემდგომად გამოხურებისა მის სახუმილითა გლახაკობისა და სიყვმილისა და იწროებისაითა წარიყვანეს იგი ანგელოზთა და მიიყვანეს წიაღთა აბრაჰამისთა. რამე თუ ვითარცა მითქვამს უმრავლესთა მათ საქმეთა სამოძღვრებელად ჩვენ და იქმოდა უფალი, რაითა გვიჩვენოს ვითარმეთ ჩვენ ზედაცა ესრეთ იქნების. სწავლა იქ, რაითა არა პირსა მეტყველთასა ვხედვიდეთ, არამედ სიტყვათა მათთა გულისხმავ ყოფდეთ, და სასუფეველისათვის და სატანჯველთა მათთვის მერმეთა. აც უკვე ვინაიდან ესე ყოველი შენთვის იქმნა, ბაძევდი შენცა, მორწმუნეოს, სახეს ამას ძლევისასა. რაღაცა თუ მოგიხდეს ვინ მონათაგან იმის ეშმაკისათა და გეტყოდის ვითარმეთ, უკვე თუ ძალუც სარწმუნოებასა შენსა არ ქუმთასა ამას, რაითა იცვალოს ამიერ, ნუ შეშფოთნები, ნუცა შეორგულდები, არამედ არ ქუმას, რა იგი გესმა მეუფისაგან შენისად, არა განსცადო უფალი შენი. მათეო 4:7 დაღა თუ წინა გიყოს შენ გამომცდელმან მანდიდებაი და ძლიერებაი და სიმრავლე საფასეთა და გეტყოდის ვითარმეთ, ესე ყოველი მიქცე შენ, უკვე თუ დახვარდე და თაყვანის მცე მე, მათეო 4:9 დაადგ. ახოვნებით და წინა აულდეგ და არქო, წარვეთ ჩემგან მართლუკუნ ეშმაკო, მათეო 4:10, რამე თუ არა თუ ხოლო მეუფესა ჩვენსა წინა უყო ეშმაკმან ესე ვითარნი განსაცდელნი. არამედ დღითი დღეცა მონათა მისთა ესე ვითარითა სახითა ებრძვის არა მთათა შინა ხოლო და უდაბნოთა, არამედ სოფელთაცა შინა და ქალაქთა და სადაცა პოოს მონაი უფლისაი. რაიმე უკვე ჯერ არს ქმნად. გარე მიქცევაი ყოვლადვე ზრახვათა მისთაი და მოძულებაი მისი ყოვლითა გულითა და დაყოფაი ყურთაი არასმენად სიტყვათა მისთა და რაოდენ უმეტესსა რას მეგვიქადებდეს, უმეტესად სიუტოლა იმისგან, რამე თუ ევასწაოდეს უმეტესი უქადა, მაშინ სრულიად წარწმიდა. რამე თუ მტერი არს დაუგებელი და mbრძოლი არს ჩვენი სამარადისოი, და არა მოსწრაფე ვართ ჩვენ ესრეთ ცხოვრებად, ვითარ მოსწრაფე არს იგი წარწმედად.
გარე მივიქცეთ უკვე მისგან და განვეშორნეთ მას ნუ სიტყვითა ხოლო და გონებითა, არამედ საქმითაცა, და ნუნცა რას ვიქმთ ყოვლადვე ნებასა მისსა, არამედ ნებასა მეუფისა ჩვენისასა შეუდგეთ, რამე თუ გვიქადებს იგი მრავალსა. რაითა უმრავლესი წარგვიღოს და ჩვენ არც ერთი რაი მოგუცეს, გვიქადებს ანგახრებისა მიერ სიმდიდრესა, რაითა გამოგვუყარნეს სასუფეველისაგან და განგვაშორნეს სიმართლისაგან დაგვირწყავს მახეთა და ბადეთა საუნჯეთა მიერ სოფლისათა, რაითა საუნჯეთა მათგან ზეცისათა გამოგვუახუნეს, ხნებავსაქა სიმდიდრე ჩვენი. რაითა მუნგლახა გვიპოვნეთ და ოდეს ვერ უძლოს სიმდიდრისა მიერ წარტყვენვაი ჩვენი, სხვა საღონესა მოიპოვებს და სიგლახაკითა ხელყოფს ბრძოლად, ვითარცა იგი ქმნა იობისზე, რამე თუ იხილა რაი, ვითარმეთ სიმდიდრისაგან არა ევნების. სიგლახაკისა მიერ ენება შეყენება იბადეთათვისთა. და რაიმცა იყო ამის საქმისა უცოფეს, რომელესეცა ვერ გულისხმაყო, თუ რომელმან იგი სიმდიდრე ღმრთისმოშიშებით წარიხა და არა უფრო ისაც სიგლახაკესა შინამცა აჩვენა სიკეთე მისი. უკვე თუ სიძნელემან მან სიმდიდრისა მან ვერავნო, ვითარმცა ავნო სიგლახაკემან, რომელი იგი უფრო ისად თანაშემწე არ სათნოებისაი. ამისთვისცა რაღაცა თუ სიმდიდრესა შინა მართალ და ჭეშმარიტ იყო ნეტარი იგი და განშორებულ ყოვლისავე ბოროტისაგან, არამედ ფრიად უბწყინვალესად გამოჩნდა სიგლახაკესა შინა, რამე თუ საფასეთა მისთა უძლო უკეთურმან მან წარტაცებად, ხოლო სიყვარულსა ღმრთისასა არა თუ წარტაცებად ვერ უძლო, არამედ უფრო ისად განმრავლებულსა და აღორძინებულსა ხედვიდა. და რაოდენ ხორციელისა სიმდიდრისაგან განაშიშულა, უმეტეს შეიმკო იგი სიმდიდრითა მით სულიერითა, და რაოდენცა უმეტესნი წყლულებანი დასხნა მის ზედა, იხილა იგი უმეტესად განძლიერებული. ამისთვის ვითარცა ყოველი ღონე მანქანებისათვის ისაი აღძრა და ყოვლით კერძო იძლია, ძველი იგი ღონეთვისი მოიპოა, დედაკაცი რომლისა მიერ ადამიანს თუნა და შეჰმოსა მას სახეწყალობისაი, რომელი იგი მოუხდა მეუღლესა და სალმობათა მათ მისთა და მწუხარებათა საწყალობელად წარმოიტყოდა. მერმე განრომისათვის ესე ვითართა მათ და ესოდენთა ბოროტთაგან შემოიღო განზრახვა იგი ბოროტი. არამედ ცუდი ქმნა ღონე იგი მზაკუარისაი, რამე თუ გულისხმაყო საკვირველმან მან კაცმან მახეთა მათ მისთა მალული და სიტყვანი იგი სავსენი ფრიადითა სიბრძნითა, წინა უყნა დედაკაცსა მას, რომელთა მიერ სირცხვილეული ქმნა მტერი. ეგრეთ გვიღირს ჩვენცა ყოფათ, რაითა გინა თუ ძმაი, გინა თუ მეგობარი, გინა თუ მეუღლე ბირებითა ეშმაკისაითა გვეთყოდის რას მესავნებელსა სულისასა, არა პირსა მას მეტყველისასა ვხედვიდეთ, არამედ ძალსა მას სიტყვათასა გულისხმავ და უკვე თუ სავნებელ სულისა იყვნენ სიტყვანი იგი, გარე მივაქცევდეთ ჩვენგან და ყოვლადვე ნუნცა ვისმენთ მათ. რამე თუ აცცა მრავალსა ესე ვითარსა იქმს ეშმაკი და წყალობისათვის შვილთა და თვისთა ისა მიგვიზიდა ვშვებად და სიმდიდრეთ და ჩანს იგი, ვითარცა ერთგული განმზრახი, არამედ არს ფრიად ორგულ და mbრძოლ, რამე თუ მისი არს ესე საქმე, რაითა ღონის ძიებით შთაგუყარნეს შვებათა და გულის თქუმათა. ნუმცა უკვე მივერჩდებით მას, ნუცა შევიყვარებთ შვებასა და განსვენებასა სოფლისასა, არამედ უფრო ისად ჭირი შევიყვაროთ სოფელსა ამას, რაითა მუნპოვთ განსვენებაი, რამე თუ ღმერთიცა მრავალგზის ცხოვრებისათვის ჩვენისა მოავლენს სოფელსა ამას ჭირსა რასმე, რაითა ღირს მყვნეს საუკუნესა მას განსვენებასა, ვითარცა წერილ არს, რომელი უყვან ღმერთსა, სწავლის და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიყვარის. იგავნის 3:12 უკვე ოდეს შვებით და განსვენებით ვიყვნეთ უფრო ისად მაშინ გველმოდენ და ვძრწოდით, რამე თუ უკვე თუ თანამდებ ცოდვათა მრავალთა ვიყვნეთ და არარაი შეგვემთხვევს ჭირი ანუ განსაცდელი სოფელსა ამას შინა. შიშისა ღირს არს ესე და ძრწოლისა ფრიადისა. ნუ უკვე მერმესა მას კვალად გებასა დამარხულ არს ჩვენ და ნაცვალი ბოროტთა ჩვენთაი. რამე თუ ოდეს აქავე მცირედ რაიმე მიგვეხადოს სასჯელი,
მუნაგვისუბუქდების განმზადებული იგი მოსაგებელი ცოდვათა ჩვენთაი. ხოლო ოდეს ყოველსავე ზედა სულგრძელ გვექმნებოდის ღმერთი და ჩვენ უნანელობასა და ცოდვასა ზედა ვეგნეთ, დიდი სასჯელი დამარხულ არს ჩვენთვის. რამე თუ უკვე თუ ღირსთა და სათნოთა ღმრთისათა დიდად სარგებელი ექმნებიან მწუხარებანი და ჭირნი. რავდენ უფრო ის ცოდვილთა სარგებელი ექმნენ? ხოლო ცოდვილისა კაცისა უტანჯველად და განუწვრთელად ყოფა იმერმეთა მათ სატანჯველთა მომატყუებელ არს. იხილე ფარაო და ნაბუქოდონოსორ, ვითარ სულგრძელ ექმნა ღმერთი და რაჟამსთვისავე უკეთურებასა ზედა ეგნეს, უკუანა ისკნელ უძვირესი პატიჟი მიეხადა. და მდიდარსა მას ვინაიდან აქ არაი ძვირი შეემთხვია, ამისთვის მუნუსაწყალობელეს ყოველთასა იპოა, რამე თუ წარვლოსაწუთრო ისა ამის ცხოვრება იშვებით და მუნ მიეხადა სასჯელი ყოვლისაივე. სადა იგი არღარა იპოებოდა ნუგეშინის ცემაი მიწევნულთაი მათ მისზე და ბოროტთაი. გარნა არიან ვიეთნიმე ესოდენ უგუნურ და ცოფ, რომელ ყოველსავე ამის საწუთრო ისასა ხოლო ეძიებენ და სიტყვათა მათ უგულისხმობისათა იტყვიან, ვიშვებდე წუთხა საშვებელითა ამით წინაშე თვალთა ჩემთა მდებარითა და მერმე განვიზრახო უხილავისა მისთვის და უცნაურისა. რამე თუ საწადელ არს აღსებაი მუცლისაი, აღსრულებაი გულის თქმათაი, განცხრომაი და სიხარული, დღეს ვიშვებდეთ და ხვალე რაიცა იქმნას. ჰოი უგუნურებაი ამათ სიტყვათაი. ჭეშმარიტად არაითაგან ყოფილ არიან ღორთაგან მეტყუელნი იგი ესევით არისანი. თქუ შენ მეტყუელო და მოქმედო ამაოებისაო, ურწმუნო ხარა უხილავთა მათთვის. იჭვეულ ხარა სატანჯველთა მათთვის ჯოჯოხეთისათა? ჰოი შენ და რამე თუ ურწმუნო ეს იქმენ ეშმაკთასაცა. იგინი აღიარებდეს ვითარმეთ ჯოჯოხეთი განმზადებულ არს მათთვის. ამისთვისცა განასხმიდა რაი უფალი ეტყოდეს, მოხვედ პირველ ჟამისა ტანჯვად ჩვენ და მათერვა 29 რომლითა შეიწამეს ვითარმეთ განმზადებულ არს მათთვის სატანჯველი იგი საუკუნე და შენ, რომელი ესე ვითარსა პატივს აღირსქმნელ ხარ და მიუთხრობელთა მათ საიდუმლოთა ზიარებად ჩინებულ ხარ, მათსაცა უგუნურეს და ურწმუნო ეს ხარა? და ვინ მოვიდაო ჯოჯოხეთით და გვითხრა ჩვენ ესე ყოველი? მეტყვიან ცნობა წარწმედულნი იგი, რომელთაცა ვკითხო მე, ვინ მოვიდა ზეცით და გვითხრა, ვითარმედ არს ღმერთი შემოქმედი ყოველთაი, ვინაი გვეუწყა, ვითარმედ არს ჩვენთან ასული ცხოელი. რამე თუ უკვე თუ ხილულნი ოდენ გრწამს და უხილავთა ყოველთათვის იჭვეულ ხარ, იჭვეულ ვიდრე მე იქნე შენ ღმრთისათვისცა და ანგელოსთათვის და სულისთვისცა შენისა და ესრეთ სრულიად ოხერ და წარწმედი ლიპოო. არამედ გულისხმა ყავ, ვითარმედ უფრო ისად უხილავთა სარწმუნოება იმ მტკიცე არს და ჭეშმარიტ, ვიდრეღა ხილულთაი. დაღაცა თუ საკვირველად გიჩნს სიტყვაი ესე, არამედ ჭეშმარიტ არს ესე და სარწმუნო. რამე თუ თვალნი ფრიად სცდებიან არა თუ უხილავთა მათზე დაოდენ, რამე თუ იგინი ყოვლადვე არა უხილვან, არამედ ხილულთაცა ამათ საქმეთა ზედა მრავალსა სცდებიან, ანუ სიშორისაგან ადგილისა, ანუ სიბნელისაგან ჰაერისა, ანუ გონებისა სხვა შეკცევისაგან და სხვისა მრავლისა საქმისაგან შემაშფოთებელისა თვალთაისა. ხოლო გონება მან შეიწყნაროს რაინათელი იგი ზეცისაი, არა იქნების ყოლადვე ცდომაი. აც უკვე წმიდათა მათ წინა წარმეტყუელთა და მოციქულთა განწმიგნეს რაი გონებანი თვისნი, ყოველივე უცდომელად იხილეს, ეგრეთვე ჩვენ, უკვე თუ განვიწმიგნეთ ვნებათაგან და განვნათლდეთ ცურთითა წმიდათა წერილთაითა, ვიხილოთ ყოველივე ჭეშმარიტებით და უცდომელად. თუ რაბამნი კეთილნი განმზადებულ არიან მართალთათვის, ანუ ვითარნი სატანჯველნი ელიან ცოდვილთა. ამისთვის გევედრები საყუარელნო, ნუ აცთუნებთ თავთა ჩვენთა, ნუცა ბოროტთა მათ ზრახვათა შემოვიღებთ, რაითა არა ცეცხლისა მის საუკუნოისა სახუმილი უძვირესად დავიკრიბოთ თავთა ჩვენთა ზედა.
რამე თუ უკვე თუ არა არს სასჯელი და სატანჯველნი ცოდვილთათვის, არც მართალთათვის ვიდრე განმზადებულ არს განსასვენებელი. იხილეთ ხასსა და მიიწევი სიტყვა იგი გმობისა ითქუმად, ვითარმედ უგულებელს ხვნას ღმერთმან ოფლნი იგი და შრომანი მონათათვისთანი. და ვითარმცა შესაძლებელიყო ესე. რამე თუ უკვე თუ კაცმა რაოდენცა უწყალო იყოს და ფიცხელ, არა უგულებელს ხვის მონაი ერთგული და დიდად დამაშურალი მსახურებასა შინა მისსა, არამედ ცხოვრებასაცა თვისა კეთილი უყვის მას და აღესრულებინ რაი, აზნაურებითა პატივსცის და საფასე დაუტევის. და შვილთა თვისთა ანუ ვინცა შემდგომად მისა დაშთებინ, მიანდვის საურავი მისი და კეთილის ყოფაი, უკვე თუ კაცმან ესე ხვის, ღმერთმანცა სახიერმან და მოწყალემან, წყარომან მან სიტკბოებისა და კაცთმოყვარებისამან, უგულებელნცა ყნა მონანითვისნი, პეტრე და პავლე და იაკობ და იოანე და სხვანი მსგავსნი მათნი, რომელნი სახელისა მისისათვის მოსწყდეს და მიეცნეს სიყმელსას, საპყრობილესა, მხეცთა, მახვილსა და ესოდენი თავსიდეს ჭირი, რომელ არცა თუ რიცხვი არს ღვაწლთა მათთაი. იგინი არა გვირგვინოს ანყვნეს, არამედ დაივიწყნესა ღვაწლნი მათნი და ესოდენი იგი შრომაი მათი ცუდი ქმნესა. ვითარ შესაძლებელი არს ესე, ანუ რომელმანცა უგუნურმან მოიგონა ესე ვითარი ცუდი და ამაო იზრახვაი. რამე თუ ამას გულის სიტყვასა გამოაჩინებენ ზემოთქმულნი იგი სიტყვანი. და უკვე თუ არა არს მისაგებელი ცოდვილთა იმას საუკუნესა, არცა ვიდრემე მართალთაი არს, და იპოვნენ ამით წესითა მოქმედნი იგი ურჩულოებისანი უმჯობეს ღვთისმსახურთა მათ და სანატრელთა კაცთა, რამე თუ მათ წარვლეს საწუთრო ესეშვებით და განცხრომით, ხოლო წმიდათა ჭირით და ურვით და მერმე, წარვიდეს რა იმას საუკუნესა, არცა რა იმათ მიიღეს მისაგებელი შვებისა მის და უწესოებისაი, არცა ამათ შრომისა მისთვისისა და მოღვაწებისაი. რომელმანცა მძლავრმან და უწყალომან კაცმან ქმნა ესე ვითარი უსახური განკითხვა მონათა შორისთვისთა? ხედავა ვითარსა ძნელსა და უჯეროსა საქმესა მიიწევი სიტყვა იგი უგუნურებისაი. კვალად ესე ყოვლადვე მოუგონებელ არს უკვე თუმცა ვინ თქვა, თუ მართალთა მიიღონ სასყიდელი შრომათა მათთაი, ხოლო ცოდვილნი დაშთენ უტანჯველად, რამე თუ უკვე თუ მართალთა სასყიდელი მიეცემის ვეჭველად, ცოდვილნიცა იტანჯვიან, ვითარცა გურწამს და ვიცით, ვიფთარმედ ესე ესრეთ არს და არა ეგების სხვაი რაიმე ყოფათ, გარნა მიღებაი კაცადისა საქმეთა ებრთვისთა, კეთილი გინა ბოროტი. აც უკვე თითოეულმან ესე გულისხმა ყავენ და ხრწმენენ და ნუ ვინაც თუნემ თავსათვისა, თუმცა ამას საწუთროსა შინამცა ხოლო იყო ცხოვრებაი ჩვენი და არამცა საუკუნოიცა წინა გვედვა მოსაგებელი. არამედ იუტოდენ ყოვლისაგან ცოდვისა და შეუდეგინ გზასა მას მცნებათა ღმრთისათასა, რაითა მას საუკუნესა არა ცეცხლად მიეცეს, არამედ სასუფეველიცათაი დაიმკვიდროს. უკვე თუ ვინმე თქვას, თუ ვინ მოვიდა და გვითხრა მის საუკუნოისათვის, ვრქვათ მას, კაცი არავინ მოსრულ არს, რამე თუ დაღაცა თუმცა მოვიდა, არამცა ვინ შეიწყნა რა სიტყვა იმისი, არამედ მოვიდა მეუფე იგი და უფალი ანგელოსთა და კაცთაი, შემოქმედი ხილულთა და უხილავთაი. მან ყოველივე ჭეშმარიტებით გვაუწყა, რასა უკვე ვეძიებთ კაცისა მიერ მოსვლასა მითხარღა. თავადი იგი ღმერთი და მსაჯული ყოველთაი, დღითი დღე ხმობს ჩვენ და მომართ, ვითარმედ სასუფეველი განმზადებულ არს მართალთათვის და ცეცხლი გეჰენიისაი აღტკინებულ არს ურჩულოთა და ცოდვილთათვის. და ესე საცნაურ არს ამისგანცა, რომელ ვხედავთ, ვითარმედ მრავალნი ურჩულოთაგანი აქავე იტანჯნეს, რამე თუ ესე შეუძლებელ არს, რაითამცა რომელნიმე ცოდვილნი იტანჯებოდეს და რომელნიმე უტანჯველადმცა დაშთეს. ვინაითგან ჭეშმარიტად თვალუხვა არს ღმერთი და მართლმსაჯული, ვითარ ეგების ესე ყოვლადვე. ვითარ უკვე რომელნიმე უკეთურნი იტანჯებიან აქა და რომელნიმე უტანჯველად წარვლენ.
ესე ამისთვის, რამე თუ არცა ყოველნი აქა მიიღებენ მისაგებელსა, რაითა არავინ თქვას, თუ არღარა არს აღდგომა იმ მკვდართა და სასჯელი, არამედ ყოველთა მიუღებიეს აქავე მისაგებელი მათი, არცა ყოველთა დაუტევს უტანჯველად წარსვლად, რაითა ვერვინ მოიგონოს. თუ არა არს მისაგებელი ცოდვათაი, არამედ ესრეთ განუგებელად არს ყოველივე. ამისთვისცა რომელთა მე სტანჯავს აქავე და რომელთა მე არა, რაითაც ცნა, ვითარმე ჭეშმარიტად განმზადებულ არს შემდგომად ამიერ წარსვლისა მისაგებელი და სამსჯავროი საშინელი, ამისთვისცა ვხედავთ აქავე სახეთა კეთილისათაცა და სატანჯველისათა. ხედავა ვითარიცა იგარდაართხა ჩვენთვის, მზე აღმოაბრწყინვა, ქვეყანაი დაამყარა და ზღვაი განფინა, ჰაერი შეემზადა, თოვარე და ვარსკვლავნი შექმნა, შამთა წელიწდისათა უცდომელი განუწესა წესიერებაი, და ყოველთა წამის ყოფითა მისითა შეუცვალებელად უფკრიეს წესითვისი. რამე თუ ბუნებაი ჩვენი და პირუტყუთაი, მხეცთა და მფრინვალთაი, თევზთა და ქვეწარმავალთაი, მდინარეთა და ზღვათა და წყაროთაი, მცენარეთა იმთათა შინა და ველთა, უნაყოფოთა და ნაყოფიერთაი. ყოველნივე ყოვლადძლიერითა მითხელითა მისითა დამტკიცებულნი შემამკობელად სოფლისა და მსახურებად ცხოვრებისა ჩვენისა განწესებულ არიან და სახრად და პატივად ჩვენ და განგებულ არიან. და არცა თუ აურაცხელისა მისგან მცირედი რაიმე მithქვამს. აც უკვე რომელი ეგე ესოდენსა ამას წესიერებასა ხედავ, იკადროა თქმად, ვითარმედ რომელმან გარე წარიგესე ესრეთ შვენიერად განაგო ჩვენთვის და ესრეთ დიდებულად განაწესა წარმავალი ესე ცხოვრებაი ჩვენი. ჭეშმარიტსა და საუკუნეს ამას ცხოვრებასა შინა ესრეთ განუგებელად მცა დაუტევა ბუნებაი ჩვენი. რაითა მცა მსგავსად პირუტყუთა წარვხედით თვინიერ მოსაგებელისა და თვინიერ სასყიდელისა და სიმრავლისა ნიჭთა ისა. ვითარ შესაძლებელი არს ესე. რაღაცა თუ ჩვენ დავიდუმოთ, ქვანი ღაღადებდნენ, რამე თუ ცხად არს ესე და მზისა უბრწყინვალეს. ესე ყოველი გულის ხმოვხოთ და ვცნათ ვეჭველად, ვითარმედ შემდგომად ამიერ წარსვლისა თანაგვაც წარდგომაი წინაშე საყდრისა მის საშინელისა და მიგებაი სიტყვისაი ყოველთათვის საქმეთა ჩვენთა და მოღებაი მოსაგებელისაი ღირსად საქმეთა მათ, გინა თუ კეთილთაი, გინა თუ ბოროტთაი. ამასზე და უკვე თუ ვინ სიტყვა გვიგებდნენ, პირი დაუყოთ მათ და ჩვენ დაუცხრომელად გზას ამას სათნოებისასა ვიდოდით, რაითა კადნიერებით წარვიდეთ საუკუნეთა მათ მიმართ სავანეთა და მივემთხვინეთ კეთილთა მათ გამოუთქმელთა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.